რუსეთის შემდეგ ევროსაბჭოდან შესაძლოა საქართველოს გარიცხონ უკვე არსებობს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის მოწოდება. თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეიცვლის, გაძევების პროცესი უნდა დაიწყოს, მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს. ჩვენ ისედაც საკუთარი გადაწყვეტილებით შევაჩერეთ მონაწილეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში, ამბობს ქართული ოცნება და საზოგადოებას ეუბნება, რომ ეს საკითხი საერთოდ არ აღელვებს, თითქოს საკითხი ქვეყანას არ ეხებოდეს. საქართველო ევროსაბჭოს წევრი 1999 წლიდან. ეს მაშინ უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა. 26 წლის შემდეგ ივანიშვილმა შესაძლოა ეს მიღწევა საქართველოს გარიცხვით დაასრულოს. გაგახსენებთ ერთ ფაქტსაც, რამდენიმე წლის წინ ქართულმა ოცნებამ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა კვირეულით აღნიშნა. არადა ქვეყანას ეს სტატუსი ანბანის მიხედვით ერგო და არა ქართული ოცნების რაიმე დამსახურებით. ახლა რეჟიმი ამბობს, რომ ევროსაბჭოს საერთოდ არ აინტერესებს. მე ვარ ქართველი და მაშაცა და მე ვარ ევროპელი. I am Georgian and therefore I am European. ზურაბ ჟვანიას ამ ისტორიული სიტყვებიდან, რომელიც პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 39-ის გამიდან წარმოთქვა 26 წელი გავიდა. 1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს რიგით 51 წევრი ქვეყანა გახდა. 46 ქვეყნის გაერთიანება და ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებათა წამყვანი ორგანიზაცია 2022 წელს რუსეთს დაატოვებინეს. ოკუპანტი ქვეყნის შემდეგ კი დღის წესრიგში საქართველოს საკითხით დადგა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ისტორიაში პირველად ევროსაბჭოდან საქართველოს გაძევებას ითხოვს. შესაბამის დოკუმენტს ხელს 24 სხვადასხვა ქვეყნის 51 დეპუტატი აწერს. მიზეზი პასეს რეზოლუციის პუნქტების უგულებელყოფაა, რომლის შესრულების ვადა უკვე ამოიწურა და რომლითაც პარტნიორები პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას ითხოვდნენ. 2025 წლის 29 იანვარს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 2585, რომლის მიხედვითაც მოხდა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიკაცია. იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს უნდა დაეკმაყოფილებინა დემოკრატიული კრიტერიუმები, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით, გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებით. ამის ნაცვლად ვითარება დრამატულად გაუარესდა. ოპოზიციის წამყვანი ლიდერები დაპატიმრებული არიან. სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები და ჟურნალისტები კი იდევნებიან სისხლის სამართლის წესით, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით. თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, ჩვენ დავაყენებთ საკითხ საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ, არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს დაიწყონ საქართველოს გაძევების პროცესი ევროპის საბჭოს წესდების მესამე მუხლში ნახსენები ძირითადი პრინციპების სერიოზული დარღვევისთვის. ევროსაბჭოდან კონკრეტული ქვეყნის გარიცხვა მარტივი პროცედურა არ არის, თუმცა იურისტებისთვის უკვე შემუშავებული დოკუმენტის სიგნალია, რომ პროცესი დაიძრა. საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სავარაუდოდ ოქტომბერში პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. დოკუმენტი მხარდაჭერის შემდგომ რეზოლუციის სახეს მიიღებს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრთა კომიტეტს გადაეგზავნება. საქართველოს ევროსაბჭოს წევრობის შეწყვეტა იქნება სრული კატასტროფა. ეს არის ის, რაც კონტინენტურ ევროპაში მხოლოდ ორი სახელმწიფო, რუსეთი და ბელორუსი არ არიან ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს წევრები. ესეთი რამე საქართველოსთან მიმართებით არასდროს არ დამდგარა ინიციატივის სახით და ეს გამოიწვევს უამრავ გართულებას ადამიანის უფლებების მიმართულებით და ქვეყნისთვის რეპუტაციული თვალსაზრისით იქნება ურთულესი და დამანგრეველი. ევროპის საბჭოში გაწევრიანება საქართველოს ევროინტეგრაციის და ისტორიულ წარსულში დაბრუნების საწყისი ეტაპი იყო. ახლა კი ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს მოქალაქეები ევროპულ სიკეთეებს კარგავენ, ფიქრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით ოცნებამ მისი მმართველობის პირობებში მოახერხა ის, რომ ისტორიაში პირველად დღის წესრიგში ევროსაბჭოდან საქართველოს გაძევების საკითხი დამდგარიყო. ეს კი საფრთხეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას უქმნის. ჩვენი პირველი ძალიან სერიოზული გარღვევა, მათ შორის ევროინტეგრაციის კონტექსტში, ეს იყო ზუსტად ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება, ძალიან ღირსეული ნაბიჯი და ამით დაიწყო მართლაც ის აღმასვლა, რაც გულისხმობდა ქართველი ხალხის ნებას და ისტორიულ კონტექსტში დაბრუნებას. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ისტორიულ
წინსვლას ქართული ოცნების რეჟიმი ასრულებს ზუსტად რუსული სულისკვეთებით. ქართული ოცნების რეჟიმის ერთადერთი მიზანი და ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის სრული და საბოლოო საერთაშორისო იზოლირება, ჩვენი გარიცხვა იმ უწყებებიდან, იმ ინსტიტუტებიდან, რომელშიც ჩვენ ვართ. ეს აღარ არის იზოლირებული შემთხვევები, არამედ წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია. ეს უნდა იყოს განგაშის ზარი. 29 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილების საკითხის შეზღუდული უფლებებით ცნოდა, ოცნებას დათქმები დაუწესა. მაშინ ოცნების დელეგაციამ პარტნიორებს დაასჭრა და ცალმხრივად დატოვა საპარლამენტო ფორმატი. დღეს კი ივანიშვილის პრემიერი პროპაგანდისტულად ამტკიცებს, რომ პარტნიორები უკვე შეჩერებული სტატუსის გაუქმებით ემუქრებიან. რეალობა კი ისაა, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ პასედან გარიცხვას, არამედ ქვეყნის ევროსაბჭოდან გაძევებას. თავადაც ხედავთ, რამდენად ძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია, ითხოვენ ისეთი სტატუსის შეჩერებას, რომელიც ჩვენი ხელით გვაქვს შეჩერებული. სრულ აბსურდია სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატია და აბსურდში არიან შესაბამისი ევროპელი პოლიტიკოსები. თუ კი რაიმე ფორმით ამ ურთიერთობის ასე ამ მდგომარეობაში ჩაგდებით, არის რომელიმე მხარე დამნაშავედ ცხადია, რომ პირველ რიგში ეს არის ის მხარე, რომელიც საქართველოსგან სამართლოდ და უსაფუძვლოდ ითხოვდა და ითხოვს რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. X-ის ოფიციალურ გვერდზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივ განცხადებას გუსტავ გოტბერგიც გამოეხმაურა. შვედი დეპუტატი ერთ-ერთი ხელმომწერია იმ განცხადებისა, რომლითაც პარტნიორები ოცნებას ავტორიტარულ ძალად მიიჩნევენ. ახლა საბოლოო სიტყვა მინისტრთა კაბინეტზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს გაერთიანებიდან საქართველოს გაძევების საკითხი. ევროსაბჭოთან ქვეყნის გასარიცხად კი საჭიროა ხმების 2/3, ანუ 31 ქვეყნის დახმობა.